ეს არის ჯორჯია, საქართველოს გილოცავს ყველა. პირველი მერცხალი იყო მაინც ბზიკები, ეს იყო პირველი გამარჯვება, დაგვაჯერეს, რომ შეიძლება საქართველოს გაიმარჯვოს ევროვიზიაზე. მას შემდეგ კიდევ მოხდა 3 გამარჯვება. შემდეგ იყო კენდი. მერე იყო მარიამ მამადაშვილი. და ბოლოს ანდრია გუტკარაძე, რომელიც ყალობითაც კიდევ მეორეჯერ ჩამოვიტანეთ სცენა საქართველოს. ჩვენ ვერ ვჩერდებოდით. ვერაზოს ანუ ეს ჩვენი საუბარი ყოველთვის იყო ყველას ყურში. ჩვენი სიმღერა იყო ყოველთვის ყველას ყურში. არ ყოველთვის გამოხატვა გვინდოდა რაღაც. ამიტომ იყო ეს ბზიკები, რომლებიც ეს ბზუილი ხო აწუხებთ ადამიანებს სულ გესმის. აი ეს იყო ზუსტად ის, რომ ჩვენი ბზიკობა ძალიან ლოგიკური იყო. ვიყავით ძალიან ინტენსიური ბავშვები, ამიტომაც დაერქვა ჯგუფს ბზიკები. აი ესე თუ მიჯდა ულამაზესი ვარ კაი იმიტომ არის ახლა ბზიკი რომ ყველაფერს შეხედინდოდა და ყველაფერი ძალიან პატარები ვიყავით და ნუ იმას ვერ ვიაზრებდით რამხელა პასუხისმგებლობა იყო ამხელა მასშტაბის კონკურსში მონაწილეობის მიღება და ნუ მაინც რაღაცნაირად გვჯეროდა ვიცოდით რომ გავიმარჯვებდით მახსენდა ბავშვობაში ამ ზზუებით ვლაპარაკობდით მეზობლის ბავშვები მშობლებს ვარ გაიგოთ რაღაცები და ვიფიქრე რომ მუსიკაშიც ჩავსვამ აი ამ ზზუებით რაღაცებს გავაკეთებ აი ფსიქური იქნება მუსიკალურად ტექნო იყო ჟანრობრივად და ეს იყო გადატრიალება საბავშვო ევროვიზიაზე და ჩვენ შევიტანეთ ძალიან დიდი პროგრესი და ამაზე იყო ერთი ამბავი მაშინაც ანუ სადმე თუ კამერა იყო ან ვინ რამეს იღებდა სამივე ვიყავით იმ წერტილში და ანუ სულ გვინდოდა რომ ანუ მიკროფონი დაგვეჭირა გვემღერა იქ რაღაც კადრი იყო იქ გამოჩენა იყო ერთმანეთს არ ვაცდიდით ეს მიმღები რომელიც გამაგრებული ქონდა კაბაზე ვარდებოდა რაღაც ცეკვის მომენტში შეიძლებოდა რომ თანხმედრაში აღარ ყოფილიყო ჩემი ხმა გიორგისთან და მარიამთან ანუ ვეღარ გამეგოს სიმღერა და საერთოდ ჩაშლილიყო ნომერი და რანაირად შევძელი 10 წლის ბავშვმა რომ მოვიფიქრე რომ უნდა მომეხერხებინა და რამენაირად უნდა ეს დამეჭირა რომ არ მომძრობოდა მოკლედ გადავარჩინა ესე რომ თქვა ჩვენი ნომერი სულ რომ დაბალი ქულა მოიცა რომელიმე ქვეყანას, ანუ მაინც ვიცოდით რომ გავიმარჯვებდით რა. ანუ აი რაღაცნაირად ესეთი წინათგრძნობა გქონდა. მაგრამ ბოლოს უკვე იმ სეთი ქულებით გადავაჭარბეთ და გავუსწარით ყველა ქვეყანას, რომ უკვე ამას აზრი აღარ ქონდა არაფერს. მე გახსოვს კაბაზე რო ვარდისფერი ყვეთილი ყვავილები რო მოხსნით და შენობდი ჩხუბი. ესე იგი ზოგადად მე და მარიამ ყოველთვის ჩხუბობდით. ძირითადად მე იყო სამაჯური, იყო რაღაც ყვავილები, რაღაცები, მაგრამ აი გიორგის ვერ ვიყოფდით ვერაზროს, ანუ გიორგისა იყო ყოველთვის ჩხუბი, რომ არა ჩვენთან დადეკი, არა ჩვენთან გადაიღე ფოტო. და საჩუქარი რაც მოგწეს იყო ერთი. და მაგაზეც ვიჩხუბეთ, იმიტომ რომ არ ვიცოდით ვისთან უნდა წასულიყო ეს საჩუქარი, უკვე დღეებს ვიყოფდით, რომ ერთი დღე შენთან, ერთი დღე ჩვენთან და დღის ბოლოს შემოგვიტანეს კიდე 2 ცალი. ასჯეროდ დამაბრუნა უკან ალბათ არც არის არ შეცვლიდი არასდროს ამაში დარწმუნებული ეს იყო საუკეთესო შორის ჩემს საბავშვო მოგონებებიდან რომ ახალი სიმღერა გამიკეთებია მათთვის და ცოტა გაჭედილი ვიყავი რომ ტექსტით აი რა შეიძლება რომ არ დავკარგო ბზიკების ვაიბი ესე ვთქვათ და ძალიან გამიჭირდა აი ძალიან ბევრი ვიფიქრე ძალიან დიდი ხანი ვერ გავაკეთე და აი ბოლოს მიწურულში უკვე ყოიწე ის სიმწრით უკვე სხვა გზა არა გაქვს უნდა გააკეთო და აი ესე დაიბადა კიდე ახალი სიმღერა მათთვის და ფიქრობ რომ ეს იქნება ძალიან გასართობი ძალიან ფანი სიმღერა ჯგუფი ბზიკები დაბრუნდით 17 წლის შემდეგ საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე ახალი სიმღერით Switch the core, accelerate
Sing the lays, we calibrate. Zero hour and initiate. We burn at night and isolate. მე როცა კენდი გაჩნდა ჩემ ცხოვრებაში, ბზიკები ვერ იტანდა კენდის, იმიტომ რომ მთელი ყურადღება იყო კენდის სამზად ისე და ეს ბზიკები ცოტა გვერდზე იდგნენ, არ გვცალოდა და გავაფრთხილეთ კიდეც, რომ ეხა არ გეწყინოთ, ჩვენ ვერ მოგაქცევთ იმდენ ყურადღებას. ჩავიდნენ კენდის მხარდასაჭირად. ბზიკები Welcome to Eurovision. We love from Eurovision. და იყო მოკლედ დიდი კონკურენცია და სასაცილო ამბები. როდესაც ეს ხუთი გოგონა შევკარით, ნუ მოვიფიქრე კონცეფცია, რომ ეს უნდა იყოს რაღაცა ჯგუფი კენდი, უნდა იმღერონ შოკოლადებზე, მარმალადებზე, ასე შემდეგ. მე მინდა რომ ტექსტი დავწეროთ ერთად, მუთხარი. და უნდა მომეხმაროთ თქო. გითხრა რომ დაწერეთ მოთხრობასავითო, ჩანახატებითო, ბავშვური რა შეგიძლიათ რომ წარმოიდგინოთო და ყველამ წავედით ერთ ხაზზე. ტკბილეული, რაღაცა მარმელადები, შოკოლადები და დავწერეთ ნამდვილად ყველამ თავისუფალი თემა. ამ ჯადოსნურ გარემოზე და ბოლოს ერთმანეთს შევთანხმდით რომ ეს არის კენდი. გახსოვს რომელი იყო შენი გზა იქ? ბანანის მთვარე გვიმღერის, რომელსაც მღერი კიდეც. სიმღერა არაჩვეულებრივი შეგვირჩია, დისკო, რომელიც ევროვიზიაზე იმ დრომდე არ ყოფილა ნამდვილად. ხუთი მემღეროდა ხუთ ხმაში და თან უნდა ეცეკვათ. ეს უნდა ყოფილიყო ლაივში, არ უნდა დაღლილიყვნენ და იქ რეპეტიციებიც ხუთჯერ უნდა გაიარო და ისე გაწვრთნილები ყავდნენ ეს ბავშვები, რომ ხუთჯერ ისე იმღერები უნდა იცეკვებდნენ, ვითომ აი არაფერი. 1 2 3 4 5 6 7 8 ხო ისე შეცვალე, დადგი უკან და ამას როგორ მოაგებინა ამათო რა. აი რა აზრი ხო? აი ეს არ ყოფილიყო აი. აზრი არ ქონდა. ბავშვისთვის, რომელიც მღერის, ცოცხლად და ამავდროულად სიმღერასთან ერთად უნდა იმოძრაოს, უნდა იცეკვოს, ზუსტად უნდა ჩასვას ხლაში მოძრაობა, ძალიან რთული იყო ამ შედეგის მიღწევა. კარგად გამოგვივიდა ეს ყველაფერი, რადგან გავიმარჯვეთ, არა მარტო მაგით, იმიტომ რომ დღესაც კარგად იხსენებენ თვითონ ეს ბავშვები. სომხეთში რო ჩავედით, ველგან ჩვენ ვიყავით, აი ჰოლში, შუაში ჩვენ ვიყავით, დანარჩენი სხვა მონაწილეები გარშემო. გავედით სცენაზე გენერალურ რეპეტიციას გულისხმობ და რატომღაც ყველას ხმა წაგვერთვა. და უზნაძემ რომ დაგვალევინა ჯადოსნური წამალი. ჯადოსნური წამალი? ის თქვი. და ეს ხმა რო წაგვერთვა, მე რაზომებს მიმართეთ, ოღონდ ეს არ მახსოვს. შემდგომ დღეს რო საოცარი ხმებით ვიყავით წარმოდგენილი. რომ მოგატყუაროთ თქვენ ბავშვებო არ ინერვიულოთ. ეხლა აქ ჩამოვა გერმანელი ექიმი, რომელიც დაგალევინებს ჯადოსნურ სითხეს, რომელიც ამ დროს ანა ხანჩალიანი გახსოვს, რომ დალია და გიგას ეუბნება ღამე მივიდა. გიგა მართლა გამიხსნა ხმა. პლაცებოს ეფექტი ქონდა. როდესაც ქულები უნდა გამოცხადებულიყო, ვუყურებთ ტაბლოს. უკვე ვეუბნებიან, რომ მოგებულები ხართ და ჩვენ რატომღაც ვფიქრობთ, რომ მოიგო ნიდერლანდებმა და ანუ გვინდა რომ ავდგეთ ახლა მივილოცოთ. თან დაბნეულები ვართ და მე მილოცავენ, ირუსულოცავენ და მე უკვე ხვდებიან, რომ თურმე ჩვენ მოვიგეთ და მე მახსენდება, რომ გიგამ გითხრა, რომ აი თუ ვაიდა იგებს ვინმე, უნდა აიღო დროშა. რა თქმა უნდა, რომ თან დროშით ამოხვიდა სცენაზე და ახლა ყველას უკვე დროშაც დაავიწყდა ყველაფერი და ამ დროშით დავდივარ დამეხმარეთ დამაჭერინეთ თქო დიდი დროშა რო არის და ამოვედით სცენაზე, სიმღერა ისმის და მაინც ბოლომდე ვერ ვიაზრებთ რომ მოვიგეთ. როდესაც დამთავრდა ევროვიზია და გავიმარჯვეთ, დავკარგეთ პრიზი, რომელიც გადმოგწეს
ჩვენ. და ვიფიცებით, რომ ჩვენ ეს პრიზი არ გვინახავს და არ ვიცით სად არის და რაღაცა მომენტში იმდენად ვეძნერები და იმდენად გახარებულები ვიყავით, რომ სადღაც ტახტზე დავდეთ და დავტოვეთ სომხეთში. ჩვენთვის ჩამოიტანეს მაშინდელმა წამყვანებმა პირველი არხის ძველ შენობაში, კარგად მახსოვს. კენდი ნამდვილად ბრუნდება სცენაზე, ამ წელს საბავშვო ევროვიზიაზე. სულ სხვა სიმღერა იქნება და არა ის, რომლითაც გვიხილეს ადრე. დღესაც რომ მოусმენ მათ ახალ სიმღერას, რომელიც შესრულდება ევროვიზიის სცენაზე, მიხვდები, რომ ეს ის კენდია. გოგოებმა ჩაწერა ყველაფერი მზადა გვაქვს და გვინდა შენი ხმა მარტო რა. ირო ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული წარმომადგენელია ჩვენი ჯგუფიდან. ახლა არის საფრანგეთში. საფრანგეთში ემზადება 100%-ით უკვე მზად ვარ, მაგრამ აი ჩამოვიდეს და ეგ არის. ქუსლებს არ გვაცმევენ. არ გეცმევა ქუსლები, ირო. კამერა მირებს კიდე. ანა ხანჩალიანი სამწუხაროდ ვერ ჩამოვიდა და ვერ ახერხებს ჩამოსვლას. მოგვიწია შეგვენაცვლა წევრი და სანდრა გადელია, რომელიც ასევე მონაწილეობდა ევროვიზიაზე 2020 წელს. ეხლა რო გავიაზრე, 2011 წელს მოვიგეთ ჩვენ და სანდრა 1 წლის იყო მაშინ. ძალიან მომწონს ეგ სიმღერა, ძალიან საცეკვაოც არის დისკოც, ადვილად გემახსოვრება ეს მელოდია და ჩვენც ისე ვასრულებთ, რომ მაგარი შოუ არის. მარია მამადაშვილი, ეს არის განსაკუთრებული ადამიანი. არ ვიცი, ესეთი ტკბილი თუ ვინმე არსებობს კიდე დედამიწაზე. როგორიც იყო სცენაზე, როგორაც ღეროდა, ესეთია ცხოვრებაში თვითონ. ეს სიმღერა როგორც დაიბადა, მისი ბრალი იყო აბსოლუტურად, იმიტომ რომ სხვანაირ სიმღერას მას ვერ დაუწერდი. აი რაც მოდიოდა მისგან ეს გავაკეთე მაშინ. ვიკამ დამიწერა უმომრავლე სიმღერა და ბოლოს რომ მოусმინოთ მზეოს, ეგრევე მივხვდი, რომ ეს ჩემი სიმღერა იყო, მაგრამ ძალიან რთული სიმღერა. თან ჩემი ოჯახი, ამერიკაში იყვნენ, მე მარტო ვიყავი საქართველოში 2 თვით, პატარა ბავშვი და აი ეს სიმღერა დავაკავშირე ჩემ დედასთან, რომ აი მენატრება და ჩემი მზე არის და ძალიან შემიყვარდა ეს სიმღერა. 9 ქვეყანა მოგცა, ყველაზე უდიდესი ქულა და 239 ქულა სულ ერთად ავიღე და აი საოცრება იყო ჩემთვის, ვერ აგიხსენებთ რამხელა ბედნიერება იყო ეს ჩემთვის. გამარჯვების მერე უნდა შემოსვლებინა მზეო ხელმეორედ. ჩემები წამომივიდა და ვეღარ შევძელი რომ გავაგრძელო სიმღერა და ამ დროს მესმის რომ ჩემი კონკურსანტები ქართულად მღერიან მზეოს და საერთოდ არ ველოდებოდი, ეს იყო აი იმხელა შოკი. ეს იყო ცალკე შოუ და რა ვიცი, ეხლაც მაჟრიალებს ისეთი სანახავობა იყო და ემოციური. ყველას უყვარდა, ყველას უხაროდა მისი გამარჯვება და ყველა ეფერებოდა. როდესაც გავიცანი ანდრია, პირველ დღეს ვეთქვი, რომ ეს არის ბიჭი მარია მამადაშვილი. იგივე თქო. და იქ ჩავიკეტე, იმიტომ რომ ვიცი, რომ მსგავსი რაღაცა უნდა გავაკეთო, აი როგორიც იყო მარიამი, ხვდები, რა თქმა უნდა ვაღიარე, პარალელი არის მათ შორის, მათი მუსიკაში არის პარალელი. მინდოდა ამ გზას ავწდენილიყავი, გავაკეთე სიმღერა, სახალი ისო ის რიტმული რაღაცა და დამამთავრე არანჟირება ტექსტი ყველაფერი მზადარ და უკვე ანდრია შევიყვანე სტუდიაში ვაწერინე და მივხვდი რომ ეს არ არის ანდრია. გავაფუჭე ეს ბავშვი უკვე მივხვდი რა ამ კარგი სიმღერით გავაფუჭე. დავჯექი და ვთქვი რომ ეს სიმღერა გიგა შენ ეხა უნდა დაივიწყო. შენ სასწრაფო წესით უნდა დაწერო ახალი სიმღერა. მე რა ცოტა დროა დარჩენილი და ესეც მოხდა. დავწერე ახალი სიმღერა. ის რაც დავწერე ანდრიასთვის და რაც მოხდა. რო ეს არ მექნა, ანდრია ალბათ გავიდოდა ბოლო ადგილისკენ იმ სიმღერით.
ჩემ თავს ვეუბნებოდი, რომ როგორც ყველა მეუბნებოდა, უნდა მჭიროდეს საკუთარი თავით, უნდა მივიღო დიდი სიამოვნება და არ უნდა ვინერვიულო. რა თქმა უნდა, სცენაზე გასვლის წინ ძალიან ნერვიულობდი, ისე რომ ფიქრობდი, რომ უკვე ყველა დამეწყო ნერვიულობისგან. მაგრამ სცენაზე რო გავედი, ხალხისგან ისე დიდი ემოცია და ენერგია მოვიდა, რომ აი ძალიან კარგი იყო მომეხსნა პირდაპირ ეს ნერვიულობა. აი მასს რასკვლავი ვიცი რომ ვცნობდი ყველა ემოციას ერთად ძალიან მიხეროდა. თან გავოგნებული ვიყავი, იმიტომ რომ არ ვიცოდი რა ხდებოდა ჩემი თავს და აი ძალიან კარგი ემოციები იყო. Eurovision 2025 წლის გავდივართ ძალიან დიდ მზადებას. გახსნაში მონაწილეობ მეც უკვე გქონდა რეპეტიციები, გამოდი ძალიან კარგი. ძალიან დიდი სამზადისი მიმდინარეობს და ჩემი სიმღერის პატარა ეპიზოდი იქნება და ძალიან მომაყივე რომ კიდე შემიძლია Eurovision-ზე წარმოვიდგინო ჩემი თავი. ყველა მეუბნება რომ შენი ბრალი არის საქართველოში რო ტარდება Eurovision. შენ რო არ მოგეგო არ ჩატარდებოდა და ძალიან მიხარია. ანიტას პირველ რიგში ვუსურვებდი რომ რა თქმა უნდა არ ინერვიულოს. თუ იხილებს ხელვა კარგია ცოტათი, იმიტომ რომ საჭიროა. სჯეროდეს საკუთარი თავის. ვიფიქრეთ რომ დავწეროთ ტექსტი გავკადნიერდეთ და მე და გიგამ დავწეროთ ტექსტი ანიტას სიმღერისთვის და მაქსიმალურად ვეცადეთ რომ ყოფილიყო თან ძლიერი, თან ჯადოსნური. გადმოდის ძალიან ძლიერი ენერგეტიკა, ამიტომ არის ხალხს რო ეს რეაქცია აქვს, რომ ვაუ, ვფიქრობ რომ არაფერი ეკლია იმისთვის რომ გაიმარჯვოს და ჩვენ მეხუთე გამარჯვება მოგვიტანოს და ჩვენი რეკორდული მაჩვენებელი კიდევ უფრო გაზარდოს.